Что слышно от твоего сына? Я пыталась с ним поговорить, но он, кажется, сменил номер. Не могу дозвониться. Жду, когда он сам позвонит. Это вода из колодца, да? Да, из нашего колодца. Эликсир жизни. Часто надо ходить сюда, чтобы пить ее. Что сделала ваша дочь? Я слышал, что она хочет стать медсестрой и поехать в Украину, чтобы помочь нашим ребятам. Как? Она этого не хочет? Я знаю, что она патриотка. Его брат предал родину. И она должна доказать там, что готова вернуть семье достоинство. Мне жаль. Мне жаль за моего сына. Прошу вас, простите нас. Ты собрала багаж, красавица. Тебя ждет долгий путь. Не делайте этого, пожалуйста. Это просьба матери, которая уже потеряла одного сына. Давайте сделаем так. Через 2 недели у твоего сына игра на международном турнире. Если мы его увидим на поле, мы вернемся. И тогда ничем не можем помочь. Только не сделайте глупости. საფეხბურთო კლუბი მიმინოს სკანდალში ეხება. დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებულია გუნდის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი. მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. ადვოკატის განცხადებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იტოვებს. ჯერჯერობით არაფერს ამბობენ თავად გუნდის ადმინისტრაციაში. შეუძლია ირაკლი ჩიქოვანს მისი პოზიცია არის, რომ ის ბრალს არ აღიარებს. მისთვისაც და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო წარდგენილი ბრალი. მას ედავებიან კლუბი მიმინოს თანხების მართლსაწინააღმდეგო
თავად ისიხნით თუ ო. აი აქ თითქოს მეწუს ხოლმე რა. ეგიოგებია. არ სწორად სუნთქავდა მაგის ბრალია. აბაზანებს იკეთებ? არა, არ გამიკეთებია. ეგრე არ გამოვა. ეს კეთყვანა შეასრულოთ, არა ვერ გახვალ მოედანზე. აი ეს ცოტას მოგეხმარება, რომ ცხვირითი სუნთქა. შესვენებებზე რას აპირებ? რა ვიცი, ჯერ არაფერს. ისე ფილმებს უნდა უყურო? ხო, ისე კი მიყვარს ფილმები ძალიან. რომელია შენ საყვარელი ფილმი? ასე არ ვიცი, ბევრი. მაინც? ქართული ფილმი არის, არ გეცოდინებაში. ამბო რომელი? სამთრის დეპრესია ჰქვია. ой, ვიცი ეგ ფილმი. კინოში ვიყავი მეგობრებთან ერთად. სხვათა შორის ძალიან მომეწონა, რაღაც განსხვავებულია სხვა ქართული ფილმებისგან. ხო, მეც ახლა ვნახე ინტერნეტში. აბა იქ არაჩვენებენ ქართულ ფილმებს და გეჩვიდება. ისე მეგობრებთან ერთად ვაპირებ, პარასკევს საღამოს, სადმე გასვლას და შეიძლება იქიდან კინოშიც წავიდეთ. ხო, კარგია. ისე კი არ ვარ კინოში ნამყოფი. რომ გინდოდა გეთქვა, რომ თუ სრული გექნება, ჩემო გერწდებით, ხო? ხო, ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. ისე კინოში როგორ არ ხარ ნამყოფი? რა ვიცი, ჩვენთან არ იყო კინო და აქ კიდე არ წასულ ვარ. კარგი, მაშინ მოგწერ დროს და ადგილს. ხო, მომწერე და მოვა. საერთოდ მე გამოგები თუ გინდა. კარგი. მიდი ახლა ვარჯიშზე და გნახავ. ხო, დედა. ყველა ხელშეკრულება რო გაგვაუქმებინა და ყველაფერს მერაბის ვაგერ თვითონ აწერდა ხელს, ეგ ვიცი. აი მეტი არაფერი არ ვიცი. რა ხდება? კაცო, გამაგებიდეთ მეც. რამოს მოკლედ ამ ირაკლის ბაზის ნაწილი ჩაუდია ბანკში. და ეხლა კრედიტის თანხები გაქონდა პირად ანგარიშზე. ფულს იპარავდა? ასე გამოდის. ხოდა ამ მერაბის კიდე მთელი მინდობილობა, ყველაფერი ამ ირაკლის სახელზე გაუკეთები. რატო გააკეთა ესე არ ვიცი. ენდობოდა ძალიან და იმიტომ. ელაპარაკე მერაბოს? არა, არგენტინაში ეხლა. ხო და ეთყობა ძინავჭე. არგენტინაში რა უნდა კაცო? რა ვიცი რაღაცა იმაზე ახალი ბიზნესი წამოიწყო და გადავიდა იქით. ვერ დალაგდა ეგეც რა. აი კაცო. არგენტინაში რა ბიზნესი დაიწყო თუ გაცხა? რაღაცა მცენარეული ზეთისო თუ რა ვიცი რამაც. ხო იცი რომ მე არაფერში არც მითანხმდება და არც არაფერს არ მეუნება. არა ბიჭო, ესეთი სისულელე როგორ გააკეთე რა? აი ესეთი სისულელე როგორ გააკეთა რომ ყველაფრის უფლება მისცა ირაკლის. ან ეკითხა ჩემთვის, ან ნაწყენი ვარ ძალიან ნაწყენი ვარ. ჯო როგორც იქნა გვეღირსა ევროპაზე გასვლა ბიჭო. როგორც იქნა და ახლა მაინც დაიწყო მანდამაც ეს არეულობა და უბედურება რა. დალაგებული ცხოვრება არც არასდროს მქონია, მაგრამ ახლა ნამეტანია რა. აქეთ ეს კოტე მოგვადგავა, წილები უნდა, იქეთ ეს ირაკლი ფულებს პარავს, ვიდი დაში. ხო და რამას სწორედ მაგიტომ შანსი რო გაჩნდა და ფულის სუნი რომ მიგრძნო კოტემ, მაგიტომ მოვიდა. ამ ირაკლის კიდე რა ეტაკა ვერ გავიქე. რა ვქნა და ახლა? ყველაფერი დალაგდება ჩემო კარგო, მთავარია შენ არ ინერვიულო. რაღაც არ ნერვიულობს მხარა. მე იმდენი ვინერვული ამ ბოლო 2 წელიწადში რომ აღარ მენერვულება უკვე. მერიქით. ყველაფერზე მეცინება. მე კიდე მერაბიზე მეშლება ნერვები რა. ასე როგორ შეიძლება რა. ახლა ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ ჩვენ.
გულიკო დეიდა. გულიკო დეიდა. ბატონო გუდუ. როგორ ხარ, რა შვები? არამიშავ შვილო, მადლობა დიდი, გაიხარე შე როგორ ხარ? რა ოქნა, რა ეს ის პარტია გუში რო ქონდა? კი, ის არის გუდუ. კაია ძალიან. იგენდობი, მაგრამ მაინც ნახავ. კი ბატონო. მაგარია, მე გოიცი გულს უხდება. სის ზარღვებს და მე კიდე გავიგე თვალისთვის ყოფილა მაგარი. კი გუდუ, ყოველდღე მოიცა გერა ორს ავიღები პარკში ჩამეკარე. კარგი. აი შენი ტირი. ისა სულუგუნი ხო გაქვს? კი, გუდუ. არის. მაგასაც. გამოგიტან. მიდი. გუდუ. ვიტო. აქ რასაკეთე ვიჯ რა გინდა? თელი დილა გირეკავდა ამ პასუხობთ. არა ის ტელეფონი ხო იცგათი შული მაქვს. გამე, ფიჩაო. რა ხდება მითხარი? გუდუ, პრობლემები? რა პრობლემები? რა ხდება ვიჯო? მაცად ერთი წუთი. გულიკო დეიდა, ეს გამომართვი? გამოვივლი. აი შუ, აი. რა ხდება მითხარი? დარეკეს აფხაზეთიდან. მერე? წეუკებენ ოჯახს. რა? ასე თქვეს, ფეხბურთი ამ დაითამაშოს ოი. აი ხარ აქ იცი, წარმოიდგინე რომ მაგრად გიყვარს ის ასაც ჭამდა, აი ძალიან მთელი გულით ჭამე, რა გიყვარს ყველაზე მეტად, აი ეგ წარმოიდგინე რა. შეგიძლია? კი. მიდი, დავიწყეთ. უბრალოდ მიტრიალდი ოდნავ გვერდულად, რომ აი ესე ვიცი ყურე, იქეთ ხარეს, რომ კაი გამოვიდეს. მიდი. აი უფრო ხელი უფრო ახლოს მიიტანე, აი ეგ ძალიან არის. არა, ზევით. აი ეგ, კაია. შვენიერია, აი ეგრე კაია. აი, მოიცა. ცოტა უფრო ბუნებრივად სახე, აი. ახე? სუდი არ არის, მაგრამ უკეთესი შეგიძლია რა, აი წარმოიდგინე, რომ შენი საყვარელი საჭმელი მოგიტანეს და ქშია გიჟივით. აი მთელი მადის აღუძვრელი მომენტი უნდა გადავიღოთ. და ესე რომ არ მაქვს რამე კონკრეტული? ნუ აი წარმოიდგინე რამე ერთ-ერთი რაც ძალიან გიყვარს. კაი. მოდი. წარმოიდგინე? წავიდა. გრძნობებით უფრო აი. კაია. წარმოიდგინე ძალიან ცხელია და კარგი სუნი ასდის. დაბლახელი ოდნავ. კაია. ნახე. ვერა ეს კაი საქმე. აბა. ხა სანამ აქ მოვიყვანდი ერთი სიკვდილი დაამთავრა ბავშვმა. ინერვიულა გზაში ტიროდა და ის რამაზ ბიზიას ბოდიში უნდა მოუხადო და მე ხომ არ გაგიჟდით ხალხო. ვიტო შვილო, შენ ჩემთან საბოდიშო რა გჭირს? აქ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. ჯერ პირველ რიგში ოჯახი და მერე მინდორი. მაგრამ ეს თამაში უნდა გადავაგვაროთ როგორმე. მე გადმოვიყვანოთ ისინიც. მაგას მხედავ მაესტრო. ოღონდ ისე უნდა ვქნათ. მეორე თამაშიც ვის აქ იყვნენ. არ ვიცი, მე გიმყავს ახლა 1-2 ძველი ნაცნობი იქა, ვისაც სიტყვა ეთქმის აფხაზეთში, მაგრამ რა ვიცი, ბიჭო, ახლა ესეთი სიტუაცია სულ არ გავაპუჭოთ საქმე. ეგეც არის. მადლობა რამაზი ბიძია. რა ის მადლობა, შვილო, ვიდო. მე თუ რამე შემეძლება გენაცვალოს ჩემი თავი. წადით ახლა, მიხედეთ საქმეს, ივარჯი შეიცოდე. ბიჭო. მოიცა. ვარჯიში გერა ვიტო წადი სახლში რა. გუდუ. ამ ამბავზე სიტყვა არ დაგცდეთ არავის. აბა. ეს ამბავი თუ გაბაზარდა, ხო? ამას მოყვება ჟურნალისტები, ტელევიზიაც და მართლა ატყდება ერთი ამბავი და მართლა მიადგებიან შენებს რა. ჩვენ ოფიციალურად ვთქვათ, რომ კუნთის ტრამვა აქ და ვერ დაეხმარება გუნდს. კეთო იშვა, რა, კი, ხო, ეგრე. კარგი. მიდი. როგორ გითხრეს? მინდორზე თუ გნახავთ, ოჯახს აგიწიოგებთ, ხო? დიახ. აი ჩვენ ცოტა. კაი, ცოტა მაცადე შენ მე ვიტო. ცოტა მაცადე და
შენზე თუ მთლიანი ფილმი არ გადავიღო, მე ვიყო არაკაცი. ცოტა მაცადე, მაგათ ჯინაზე იცოდე. კარგი. წადი ახლა. წადი და აი მახსოვრეთ რაც გითხარით იცოდე. ვიდით. ვიდო. ხომში? უდუ. იქ ნახაზები გავაკეთე რა და მოიტან ერთი, გავიაროთ ერთად. წყალი ხო არ გინდა? არა. მოკლედ ვიცი რომ ეს არეულ-დარეული სიტუაცია ძალიან განერვიულებს. მეც მაგრად მანერვიულებს. მაგრამ პირობას გაძლევთ. სულ მალე ყველაფერი დაალაგდება. ახლა კი მინდა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ადამიანი გაგაცნოთ ჩვენი კიტა. ამ ბიჭმა წინა თამაში ფაქტიურად მოგვაგებიდა. ისე სწორად წაიგითხა სიტუაცია, რომ ბარეორ პროფესიონალ ფეხბურთელს შეშურდებოდა. ისე ასეთი მოედნის ხედვა ზოგ-ზოგიერთებს რო კონდეთ, ყველა თამაშს მოვიგებთ. რაგაცილებთ, მართალ ვამბობ. ახლა მინდა რომ მახარამ გადმოგცეს საჩუქარი. აი ეს შენ ჩვენგან და როცა ვერ მოახერხებ ხოლმე თამაშზე მოსვლას, აქედან გვიგულს შემატკივრე, ხო? მადლობა ძალიან. აი ეს კიდე გუნდისგან ბურთი ხელმოწერებით. აი ბიჭებო, გავხურდით აბა. ავიდა. საზა. ერთია. რა შევიშე როგორ ხოთხა? რავი, ცოტა მაწუხებს. მიჩევნია დაისვენ რა. ხოიც თამაში ხარ როგორ გჭირდება. არჯიშია. თავარია თამაში იყო რა ხოც. ხოდა სუბუქად რო ვივარჯიშო. არ დავტვირთავ რა. ისე ტონუსში რომ მქონდეს უბრალოდ. შენ თვითონ უფრო იცი. ხარაშო. კაი. მიდი ბიჭებო ცოცხლად. ცოცხლად აბა. აგორი. მოდით რა გახსნათ თქო ყველაფერი. ჯერ ერთი მე რომ არა ეს თქვენი ირაკლი. ნაწილ-ნაწილ დაყიდა ამ ბაზას. შენ რა შვაში ხარ? ამას მე რეკეთყვი. ახლა მეორე. თქვენ იცით რომ მე არ მიყვარს თქულად ამდენი ლაპარაკი, მაგრამ ადამიანურად თქვენ არ გესმით. კოტე. რეებს ლაპარაკობ შენ არ წვენია. მოდი ხარ აქ რაღაც ულტიმატუმებს გვიყენებ, გვეჭყუბები, ჭკუას გვასწავლი. დამშვიდი რამას. შენ სუსტი გული გვაქვს და არ შეიძლება შენ ნერვიული. ბიჭო, სულ ჩემს გულზე ფიქრობ ახლა შენ რა. მე ყველაფერზე ვფიქრობ. მოდით რა. არ მინდა რა ეს ჭკუბი რა. გარჩევ გამორჩევა და კივილწეველი. რა კივილწეველი? ნორმალურად ვილაპარაკე გეუბნები მე შენ. თორე რას? რა თორე რას ვიზა? ხო აი რას ისა? დაწყნარდი. ბიჭო, ერთი წუთი კოტე. რამას. ეს ამბავი გვეხება ხა მე და ძიმას. სტოპ! მიმინოს ეხება, რამასაც ეხება. ამდენი წლები გავიდა და მაინც ვერ გაიზარდეთ რა პატარა ბავშვები ვითხართ. რა გინდა ბიჭო ბოლო-ბოლო? რა გინდა? აი ამ საკუთებს გადახედე. დღეს მიმინოს საკონტროლო პაკეტი არის ჩემი. რას ამბობ ძიბას? როგორ საკონტროლო პაკეტი? როგორ და ეგრე. აქცერია თანხა. ნაწილი ახლა მჭირდება ნაწილს დაგაცდით. მოკლედ გადამიხედეთ ჩემი ფული და წავა რა მე ჩემ გზაზე. გოთე რა თანხაზე ლაპარაკობ? შენ გაგიბს ის საერთოდ? რამას ხომ გადაუფორმე წილი? ჩემისა და შენ თავსადრი რამას, რაც რამაზი გუნდისთვის გააკეთა, შენ რა გააკეთე? არავის არ ვადრი მე თავს. სამივემ დავძალით ეს საქმე თავის დროს და ვინ მეტი გააკეთე და ვინ ნაკლები მე არ ვიცი. გეცლიათ ჩემთვის და შეიძლება ეს გუნდი გაცილებით წინ ყოფილიყო. რას ამბობ შეგაც? შენ ხელში რო ყოფილიყო ეს გუნდი საერთოდ ვერ მოვიდოდი დაკამდე. აქამდე სადამდე. ვალებში როა ჩაფრული და ვიღაც ირაკლი რომ კიდაღა მიაყიდა ნახევარი ბაზა. იცი რა, ეს გუნდი რო ფეხზე დგას და ევროპაზე გავდივარ, შენ იმიტომ მოხვედი აქ. შენ მე ბავშვი ხომ არ გონი მარ, ვერ ხსებოდე რისთვის ხარ აქ მოსული. ხოდა თუ ხვდები, აი აქ არის ყველა საბუთის ასლი. ჩემი მოთხოვნები და თანხის განაწილება. ოღონდ ერთი თხოვნა რა.
კარგად გაიკითხეთ. გაიაზრეთ. მოიფიქრეთ და პასუხი ისე მითხარით. აბა თქვენ იცით. შარო, საიდან მოდიხარ? რა იყო, ცუდად ხო არა? არა კაც. ცუდად არა ვარ, მაგრამ რას ბჟუტურებს ეს კაცი გამაგებინე ერთი რა. იოგო. მეც ამონაწერია აქ და ბასა გადაფორმებულია კუტეზე. რას ლაბარაკო კაცი შენ? ეს ესე ყალბია თუ ნადია? გამაგიშებს ეს კაცი. რას ამბობ დიმა შენ გამაგებინე? იურისტები უნდა ჩავთო ეხლა. იურისტებთან უნდა იურისტები გვიდება ეხლა ჩვენ. უნდა გავიაროთ ეს საქმე. აი. მე მყავს ერთი ნაცნობი, კარგი იურისტია. ვინ არის? ჩემი ძმაკაციშვილია, მაგარია რა. აიცახეს იურისტების მეტი რა მყავს. ბიჭო, კი გყავს, მაგრამ მე იმათანაც მივიდეთ. ტელეფონი ნახე. ეს ტელეფონი. რა, ეს. ნახე ერთი გადმომირეკე საწავიღე ეს ტელეფონი, ეს დასაწმავი რა. გირეკა. ალო. რა, ლოკაცო, გადის? გადის, მაგრამ არ იღებს. ალო. ო, მანქანაში დამჭეთყობა და ავიღებ. რამას, ცუდად ხო არ ახარ? რაგაც. აქტიურად. ერთი მოდი. აგო. აი ესე იაროს გურთმა. მოდი. აგერ. 1-2. წინდა. ისე მოდი. აგო ერთი წუთი რა. ძალიან სწრაფად ვკივა რა ფეხი რა. შორი. ძალიან ვკივა ფეხი რავი რაღაც სწრაფად ვკივა და არ ვიცი რა. სტრანად რას ნიშნავს? აი მოდი არა. აი სტრანად კივა რას ნიშნავს გამაგები? ჰერმუტელი სპორტსმენი ხარ, სტრანად კივა იზარ. შენ კუნთი შენ უფრო კარგად იცი ვიდრე რომელიმე ექიმან მე. არ ვიცი რა გეუბნები მივალ ექიმთან просто დავანახებ რა რაღაცა რა ვანახებ. რომ ძალიან სტრანად კივა რა მართლა რა. აი რა სტრანი ტიპი წარ ისე კივა რა. კაი მიდი ანახე. აი ამიტომ ვიძახდი რა, არ გვინდა ეს გოგო ექიმი რა. თუ რა ვიღაცას რაღაცა ტკივა და გარბიან იმასთან რა. მასე მეც ტკივა წელითო. ისე მაგითო დაანებე ხო ჟორიკთან? ხო. სათამაშობდი? მიმინოში. ეი გვიცი ჟორიკ. გერმანიაში მიუხედავად 1860. არა, ლოენგრეტხენი იყო ესეთი გუნდი. ეი ბუნდესლიგაში იყო რა. აი გადადიოდა და გადმოდიოდა რა. და იქაც ექიმებმა ავი ექსპერიმენტები ჩა დამტოვეს გაღუნული რა. აი შენ ჩვენი ჩაჩო არ ყავდა თორე? ბაზარია. აქ მოგხოდავდა მაგრამ. მოდი პას. აი გავაგზავნეთ. სტრაფად, ცოტა სტრაფად. ერთით. რაღაც მცება მткиდა რა. რა გჭირს? არ ვიცი. ათნეთ მткиდა და არ ვიცი რატო. მარტო შენ იცი მგონი იქ. ესე გტკივა? ცოტა. ესე? აი, ცოტათი, მაგრამ აი ოდნავ უფრო ზემოთ რა. ზემოთ? ხო. აი ოდნავ ზემოთ. აი კიდე ზემოთ. ბექამ. მოდი, მე მგონი პახის პრობლემაა. არა, დაიცა, ეგრე ძალიანაც არ მткиვა ახლა მართლა. რა დაიცა კაცო, სერიოზული რამე შეიძლება. რა? პახთან მткиვავდა გასინჯო. ხო, მაგრამ არ მткиვა რა, ეგრე ძალიანაც მართლა. მოდი, მანახე. არა, არ უნდა მართლა. არა, გასინჯო. მართლა. ერთი წამით, მანახე, მოდი. არ უნდა მართლა. ანუ აი წეგან დავარტყი გაუხურებელზე და ეთყობა და მეჭიმა რა. გავირბენ ახლა ერთი როს გაიტანს. მიდი. კაი. რა ჩერ მოხვედი, მაგრამ მოუხშირა ამის ტრამვი. და არა მარტო ამის. ტრამვიანი გუნდია ზოგადად. ვიტო არ არის? არა.
ეგ და გუდუ არ არიან დღეს. რატო რა ხდება? არ ვიცი. დაშვები? გაგიარა ფეიქ ტრავმა. ფეიქ ტრავმა არ იყო. ეგ იყო სტრატეგიული ტრავმა. ეს ფეხბურთელების შების სტრატეგია ზოგადად? გინდა სადმე გავიდეთ? სადმე? რავი, სადმე დაგპატიჟებ, დავსხდით, ცოტა მოვწრუპოთ. ფეიქ ტრავმაზე ალკოჰოლი არ შეიძლება. შეიძლება გაგიმსწრდეს. არა, მე არ ვსვავი. ბოდიში დღეს სხვა გეკმები მაქვს, მაგრამ სხვა თუ შეიძლება. ვაღანთ ყავაზე, შუა დღეს და გუნის სასადებაში. დედა ლევენ მე დატოვა? არა, არაფერი არ დაუტოვებია. რა პონტია, ეხლა რატო ერავი ჩვენს ურთიერთობაში? რო არ ჩავერი, იმიტომაც ააწყვეთ იდეალური ოჯახი. რა დატოვა? არაფერი არ დაუტოვებია მეთქი, რა უნდა დაეტოვებინა ხო? დედა მითხარი, კაცი იძახის რაღაც დაგიტოვო. რაღაც კრეტინობა მოიტანა და გადავაგდე. ნუ რა საქციელია ეხლა ეს? ნუ ის საქციელია. დედა. ხო, კარგი არ გადამიგდია.
რა უნდათ სკოლაში? არაფერი მე და მართლა ლაპარაკობს რაღაცას და ქართულად ნუ ლაპარაკობთ მასწავლებელმა. მერე? მე სასწაულნაცვლთან წაგვიყვანა. ვიტოზე დაიწყო ლაპარაკი. მოღალატეაო. დაკრძალვას მარტო და თვითონ საქართველოს შააფრიალაო. მოკლედ რა. მოკლედ არ გაჩერდებიან ასე. რას ფიქრობდა რომ მიდიოდა და ტოვებდათ აქო. რამე რა მოხდეს ან ვინმეს რამე თავში გადაუტრიალდეს სად მიდის მერე. ჯიხონია გადაუტრიალდესო. ნახავ მე მაგას და ვანახებ როგორ უნდა გადატრიალება. ვინ უნდა იყოს ახლა? ბავშვები ისეთი გახარებულები იყვნენ, სულ შენს ახალს ახსნებენ დედას იქუგალის კანდიდატი. ზადას ბიჭმა ფლომასტერით შეღება მაიკა და ზეჩენის სახელი დააწერა, მაგით თამაშობს ფეხბურთს. ასეთი სიხარული ამ სოფელს მე მგონი არასდროს არ ქონია. მაგარი. ჯგერასე მოდა თენა იფილგველი ჯგერლე, ძალიან კარგია. ოღონდ ასე უნჯოაშახ. უნდა გადავიდეთ რა. დაღამებამდე. იქ ველოდებიან და ყველაფერი მოგვარებულია რა. ყველა საკითხი. მე ჩემი თავის ჯავრი არა მაგეიცი შენ. ათე ბაღანა შევნერვიანენ კათეში. ახლა შენი თავის ჯავრი რას ნიშნავს არა გაქვს კაცო. ნუ შენ არ გინდა მშვიდი ცხოვრება. აგოგონათ ეს განსკუას ბედნიერება წარმატებად გეხარე იქ რა ვიცი კაცო მანდაც არეულობაა და ხო გასაგებია მაგრამ სალომე მომავალ წელს სტუდენტი ხომ უნდა გახდე სალომე ხო თაშე სალომე გულ აბიტურიენტი ის აბიტურიენტობა იქ უკეთესად მოემზადება და ჩაირიცხება კიდევაც დაშარენო კაცო მე არ ვამბობ არა მეთქი მე უბრალოდ ასე მალე არ ველოდი თორე კი არ გეწინააღმდეგებით კი ბატონო უნდა წავიდეთ მაგრამ არა ამას სკოლაშიც რაღაცა ძალიან იმაშვებიან ვიცი მარჩქილე ვიცი აფერხებენ იქებში ხან ვინ მოდის და ხოდო თესვაბრა გადონქო მახოლო ხა სკოლაში აწუხებენ ის და ეს გადავწყვიტოთ დღესვე ათე რომა მუსორთ აქ ხომზე აუ ძალიან კარგი ბიჭია აგერ შეშაც მოიტანა ძალიან მეხმარება ძალიან ედე და შუქი მოვიდა მიდი ჩართე ორივე ტელეფონი ეს შუქი 2 საათი გვაქვს ახლა მოვა 1 საათით ჩააქრობენ და ხვალ მოვა კიდე 1 საათი სულ 2 საათი ვა დედა შუქს იმიტომ აქრობენ რომ ვიტოს თამაში არ უყურონო კაი დედა გაჩერდი იქით ეხა მთელ საფხაზეთში იმიტომ აქრობენ შუქს ტელეფონებით მაინც უყურებენ აი მეც მოგეხმარებით თუ რამეა ჩასალაგებელი მე დავისვენ და საღამოსკენ წავიდეს. არა დედა, არა, მიდი შენ და გუდუმ ახლა დაისვენე. მაგრამ გეჭამა, თქოს რაღაცა გეჭამა, მიდი და დაისვენე მე და სალომე ყველაფერს ჩავალაგებ და ყველაფერს მივხედავ. წადი. წავიდე და დავისვენე გუდუ. და მე მივხედოთ საღამოს. მიდი. იფრენ განავწყვოთ და იმდათ რა. მიდი თქვენ გინაც. მიდი, დაიძინეთ ცოტა ხანი, მიდი. მართლა ძალიან გამიგვიდა მეც ამ შენგანაც ეგმის სხვისგანაც იგივე გავიგე დაახლოებით. მაგრამ შენც მაგას მეუბნები, მართლა შეიძლება ყველაფერი მართლა ეგრე იყო. ძალიან უცნაური ხალხი არის. ყოველთვის მიგვიდა ეგეთი საინტერესო თემები ხო. რა შევა შენ დეითი ხარ გადაგაგდო? დეითი არა საქმე დედა. რავი არ მოწერია. კაი მოვა საწავა ხე გითხრა მოვალო. კი, პროსტა 2 დღე არც ბაზაზეა, არც კონტაქტზე გამოდის. რავი ხომ შთობა აქნეთ. კარგი რეაქციის გამოჩნდება. მოხო გამიტრაკა საქმე. მოიცა ეს კავდაშკოლი არის? კი, ახლა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? რავი შენ? რავი, კარგად. გამოცანი შენი მეგობრები. ელენე, კოკიტო. სიამოვნოა. ჩემთვისაც. შოიდან გიცნობ და მაგრად გუშემატკივებ. მადლობა. იტალიაზე რა ხდება? რავი, ეხლა მიდის მოლაპარაკებები და მალე გადავალ რა. აი წარმატებები რა, მართლა მთელ გუნდს გუშემატკივებ, შენს და მთელ გუნდს. მადლობა. ერთი თუ თავი დავიმეგობრეთ, თორე. შენ ძალიან ტრამების აკიდებას რომ მოეშვები, მე რა ველაპარაკოთ.
ელდებით ვინმეს? არა, დაჯა. დალურანს. ვერა თუთა გამივრაზდები. თქვენ უკვე ეგრე ხართ რა დაალევაზე კიდე რა გაქვს. ხო, და თან კიდე ბევრ რაღაცაზე. ხო, ისე არ ვსაუბრ, ამე საერთოდ არ ვსვათ ჩვენ. film ერთი გუდი დავლიო შესვენებად. ხო, თან ახლა ესეთი თამაშები გაქვთ მესმის. კი. მუშაობს ეს? ჩემთვის ცოტა რთულია ახლა რამის თქმა, იმიტომ რომ ახლა გავეცანი ფაქტიურად ამ საბუთებს, მაგრამ მთლიანი ბაზა თქვენს ძმაზეა გადაფორმებული. ეცა როგორ შეიძლება კაცო რომ პირადი საკუთრება ასე მიითვისოს სხვამ? მერაბის ხელმოწერა აქვს თითქმის ყველა დოკუმენტს. ალბათ მოატყუეს მერაბიც რამას. გამორიცხულია რომ ეგექნა. ხო, ნუ ეგ არის რა გასარკვევი რა, მოატყუეს თუ როგორ მოხდა. შვილო გიორგი. ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია აქ. სერიოზული თამაშები გვაქვს. ვიცი, გულშემატკივრობთ მართლა მთელი გულით. ხო და ბიჭო, ამ არევ-დარევას და ნერვიულობას თუ შეიძლება რომ ეს საკვალიფიკაციო თამაშები ჩავატაროთ და მერე დავალაგოთ საქმე ამ კაცთან. რა ვიცი და თვითონ ეს ადამიანი რას იძახის? ეგ არ არის ადამიანი. დაწნარდი შენ, დაწნარდი. ხო, ნუ მე ირაკლისთანაც ვითხოვე შეხვედრა და იმედი მაქვს რომ დამიკმაყოფილებენ მალე და მას მეტი ეცოდინება ალბათ რაღაც გაირკვეო. ეხლა ამ ეტაპზე ფაქტიურად მთლიანად საკონტროლო პაკეტი არის ბატონ კონსტანტინეზე რა. გადაირევა კაცი რა. ამიტომ ჩემოდიმა შენ საქმეს უნდა მიხედო შენ თვითონ. რამას რას წარმოვიდგენდი ახლა მე მას რას წარმოვიდგენდი? შემოგიო. ახლა მე შენი ლაპარაკიდან როგორც მივხვდი. ის კაცი, რასაც ითხოვს, ვისაცემი გვაქვს, ხო? ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ახლა რამდენად თანხა მისაცემია თუ არა, მაგრამ რა ვიცი, იქნებ მორიგება ჯობდეს პირველ რიგში რა. იმიტომ რომ უფრო სწრაფად იქნება და უმტკივნეულოდ და თუ გამოვარო და ელაპარაკოთ და მორიგდეთ ამ ადამიანთან. კარგი, კარგი, შენ ირაკლის ვნახა, საქმის კურსში ჩავაგდე. კი, აუცილებლად. დიდი მადლობა. არაფერს, რა მადლობა. მაგაცთან ერთადაც რო წავედით ხოლმე არ შეიძლება? არ ვიცი, ცოტა უცნაური გიგარი. არა, არ შემიძლია დიდი ხანია წინ საერთოდ არ საერთოდ. საშემოყო შენი გასწრება. დროებით. ხალხამდე. კარგად. წავა მოტოცი გაგიყო მინდა? მაგრამ ვერ ვწდები მოტოზე. რატო? რავი, მეშინ. კაი მძღოლიო. ვიცი, კი უბრალოდ მანქანით ვირჩევნე წყნარად. კაი. კაი, მიდი, აბა წავედი. ისე თუ გინდა შემდეგ ვიქენზე კოკიდას დაბადების დღეა და რავი, მოვიდეს. მე თუ მინდა? ხო. შენ არ გინდა? კაი, წავედი. ხო, мама, რატო გამიწყალე გული? გული გაგიწყალე კი არა, ნახე რეკლამა. რა რეკლამა? რა და რაშიც გადაგიღეს, ბიჭო, ნახე. ხო, არ მინახო, სად უნდა მინახო? ხო და მიდი და ნახე. ერთი სახლის ჭირო გამოგიქრეს, თან რანაირად გამოგაკრეს. რა არის, რა ხდება? გეუბნებოდი, უჩემოდ, მიიღებთ ხო გადაწყვეტილებას.
ჩამაყენე საქმის კურსში, ხო გთხოვე არა, ბოლო-ბოლო ორი სიტყვით გეთქვა და გეთხოვდი და იდიოტობაში ციხებდი მონაწილეობას. არაფერი, ფოტოები გადამიღეს უბრალოდ. მოდი სახში დროზე, მოდი. რამას აღარ გეუბნებოდი მე შენ, მაგრამ რაღაცა ხდება. ეს ჩვენი ბიზნესი ბოლო წლებია ძალიან დიდ პრობლემებში იყო. ფაქტიურად გავკვოტრდით. იმ თანხას, რასაც ის ითხოვს, მაგის ნახევარსაც კი ვერ გავწოდები მე. ვიცი, ვიცი, ხვდები. პატარა კი არა ვარ. ვიცი ყველაფერი. მაგრამ მაინც რას ვფიქრობ, იცი? ამ სასამართლოებში წოციას და დავით არაბას არ ჯობია მივიდეთ კოდესთან. დაველაპარაკოთ კაცო და იქნებ ნაკლებ თანხაზე შევთანხმდეთ. ხო, მაგრამ ხო იცი ეგ რანაირია? თავისებური კაცია. მაგრამ არ ჩვენ ვართ მართლები. თავის დროზე არ შეუწყვეთ ხელი. არ დავეხმარეთ და წავიდა ხელიდან. რაურას ამბობდა გიორგი, ანუ გუნზე არ აქვს პრეტენზია მარტო ბაზაზე და ტრიბუნაზე, ხო? ბაზა და ტრიბუნა თუ არ გვექნა ის, ლოგო და სახელი დაგვრჩება მარტო. მოიცა სხვა მიდორზე რო ვითამაშოთ. ვარჯიში და სხვაგან ვითამაშოთ. სხვაგან მივარჯიშოთ. დიმა საქველმოქმედო მატჩი ხარ ჩავატაროთ. დაურეკავ მე უცაებს, ჩელეს, ან ვინმეს და იმის გუნდი და ჩვენი გუნდი. მაგრამ აქედან რა თანხა უნდა შემოვიდეს? რა მნიშვნელობა აქვს, რაც შემოვა, ცოტა ხანს გავაჭერებთ იმ კაცს. და მე ღვთისმადლით დალაგდება საქმე, აბა ასე ხომ არ იქნება. მე კაი მოსინჯოთ. საერთოდ რა. მეც ჩემს ფინანსის დაელაპარაკე. ისეთ ცდილობს ხა რაღაცა რესურსი იშოვოს და ასე მთლიანად ერთიანად იქნება რაღაც გამოვიდეს. ნუ ასე აჯობეს. მე მგონია. შენ არ გაიტეხო გული. მე მგონია ყველაფერი კარგად იქნება. დალაგდება ბაბა. ხომარა. მეტი არაფერი მოგაქვს? არა დედა რა, მეტი რა, მთელ სახს ხوار წავიღებ. მოგეთქო მჩილით. რომას ველაპარაკე. სახს მე მოუვლიო, თუ საჭირო იქნება მივალაგებინებ კიდევაცო. რა კაი ბიჭია ეს რომ ოქრო კოჭრე. მაგას ნათესავი ყოლია სოხუმში ვიღაც თანამდებობის პირი და იმან მომაშორა ეს პოლიციელები, თორე დღე გამოშვებით ვიღაცა დადიოდა აქვს. მუია ხა დროშა და ხატა მე ეს საქართველოს ჩემპიონობა და გაგიჟნენ რა ხუმრობა ხო არა აფხაზს. იქო ყვირიანო აფხაზეთი საქართველო. როგორ არა. მურე ვარენო. კი, ისეთი ამბებია, ვიტო ცირკებს ორთველი. სასწაულებში. ისე ძალიან მომნატრება აქავრობა, რატომ უნდა მივდიოთ საკუთარ სახლში და არა უშავს ეს დროებითაა სამ. ხლა ხო ხედავ აქ არაფერი მომავალი არა აქვს ჯერჯერობით, პერსპექტივა მოთუნთაქვარედო. იქ მე რაღაცა შეიძლება იფიქრო. მე სამუდამოდ კი არ ხდება ეს ამბავი დავრუნდებით. არა. ეგ იმარა უბრალოდ მომნატრება აქავრობა. ამას წერილები არ მიგაქვს? არა. იყოს იქ. დასულდება წყალში. კაი, ემყარათ ასე არა ისე რომ წავედით.
ქორჩ აშო წნარას იდი არა წნარას დაიხარ თუდო ქვემო თუდო ლაიტის ვოქანცუა ალათი აშო ქუმურდით აშო მორდით აშო ქუმურდით ასე ქუმჩილით სადაც მივალთ ახლა ჩვენ ხო იქ რომ მივალთ წყალი დაბალია გესვის გუდ თუ წყარ დაბალე ფონი თუ ეთი ფონი დადაშე იმით უნდა გადავიდეთ სხვაგან აქ არ არის გზა გესვის მე რეჩანტები ცელოფანში რომ მივალთ მანამდე ჩავალაგებთ და ესე წავალ პირდაპირ რა ეს თოკი წელზე ხო არ მოვიბარდა არა ბიჭო ხეხანგიო თოკი არა რა წელზე ფეხი რო დაგისწეს ყველას გადაგვიყოლებს გესმის ყველაზე ჩავიხლართებით იქ ბუშ თოკი მურე კუჩხის ხო აგაჭო всё ჯგირო რეკო ჯგერაბა დავაი ჩუმა დაკავკურე ცოტა დაუჩქარე და იქ თავი დახარე ამოდი არქა გაჭერ თავი თაცი ბორტაშო მიდი პარკი ჩუმა გაჭერ სუ კენოდით მაიბჯინე მოკლედ ვივართ ავჩერდებით და წყალში შევდივართ ერთად გარჩილენან ხო ვაგაშკუნან თუმცა ყველაფერი კარგად იქნება წავედით ორონ თაბას კინათ ალა წამოსა გუდუ მოდი ეს ჩართა დამიჭირე რა აი წავედით მუსორი კაი ახლა ამის იქით მე ვერ წამოვალ ასე იქით ვერ წამოვალდება რას ნიშნავს რომ წამოხო რას ქვია ვერ წამო კაი გაჩერდი ახლა გეუბნები ვერ წამოვალ მეთქი აქამდე იმიტომ გამოყევი თუ ჩემო დარწახვიდეთ მე აქ უნდა დავრჩე მიხეილის საფლავს უნდა მივხედო ყველაფერი კარგად იქნება მე აქ ვიქნები თქვენ წალი მომისმირი ხო არ გაგიჟდი ხუმა ვაგაჩერენა უდეს თინებ ქუმულადო ვაგაჩერენა მაგ მუსაკეთენ რას მიზამს კაცო ჩემ სახლში ვიქნები ვინ რას მიზამს ჩემ სახლში გუდო კაი გაჩერდი რა მე აქ უნდა დავრჩე ვერაფერს ვერ მიზამენ კაცო ხო რომას არა რომას ვაპარაკე დიდი ერთხელ მომიწიოს იმაში დაკითხვაზე მისვლა და ვიტყვი რომ ღამე გაიპარა მეთქი და მე აქ უნდა ვიყო სახლს უნდა მიხედო საყლი რომ დავტოვოს სხვა დაიკავებს და აქ მოსაბრუნებელიც აღარ გვექნება მოვილაპარაკე ფუტი ამაზე ჩერდი მისმნი არ გამოვა უნდა რაღაცა მომისმნი რო წახვიდე მიგიუნას უდეში ვინ წაგიყვან სახლში მითხარე რომას ვალაპარაკე აბა თქვენ იცით ახლა თქვენ უნდა წახვიდეთ უნდა განვითარდეთ კარგად უნდა იყოთ მე აქ დაგელოდებით თქვენ დაბრუნდებით ასე ჩურჩუმად და მდინარით და იმით კი არ გადმოიყარებით ამაყად გადმოხვალთ ხიდით და მოხვალთ თქვენ სახლში გასაგებია მე აქ ვიქნები და დაგელოდებით თქვენ სახლში დაბრუნდებით ორივე მერაბ მამა როგორ ახარ? შენ როგორ ხარ? არ მინდოდა რა შენი შეწუხება.
მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა მერაბ. რა ხდება? შენს გარეშე არაფერი არ გამოვა. მშვიდობაა? უნდა ჩამოხვიდე სასწრაფოდ. ხო. ვავა, როგორ ახარ გენაცვალე? არა, მე ბებრულად. ვავა. რაღაც მინდა გთხოვ რა. საქმელმოქმედო მატჩი მინდა გავაკეთო. შენი გუნდი და ჩემი გუნდი. არა, კაცო, რა უნდა ვითამაშო? სიმბოლურად იქნება ჩემი გუნდი და კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ნაკრები. მაგას მიგეთქვი მერე. ოღონდ მითხარი. რა გამიდგები გვერდით? გენაცვალე იურა, გენაცვალე. ვავა. გამოშტერდის, მადლობა. გაიხარე. შენი იმედი მაქვს. Thank you.